ქალბატონი მაია ცქიტიშვილი არის უკვე ჩვენთან სტუდიაში. თქვენ უსმენდით ახლა ბატონ მინისტრს, იცით ალბათ მისი მოსაზრების შესახებ. Როგორ ფიქრობთ, ის დასკვნა, რაც მან გამოიტანა და ის ეჭვები, რაც მას აქვს და რაც ახლა გაახმოვანა ამ კომენტარში. ეს მთავრობის სასარგებლო არგუმენტია, რომ ვიღაცას აწყობდა ესკალაცია და ვთქვათ, ამას რომ ამბობს მთავრობა. თქვენი აზრით, რამდენად კარგი არგუმენტია ეს ბატონი მინისტრის მხრივ. პირველ რიგში მონაწილეობას მოვესალმები. პირველ რიგში ალბათ უნდა გვესმონდეს, რომ ჯერ სანამ კომენტარზე გადავალ, რომ საერთოდ რაც დღეს განვითარდება ბანკში, არავის სასარგებლოდ არ არის. არც მთავრობის და არც პირველ რიგში თვითონ ბანკის ხელობის და ბანკის ხელობის მოსახლეობის. რაც შეეხება ესკალაციას, ნამდვილად იგივე განცდა მქონდა მეც. იმიტომ რომ თქვენიც რომ ანამდეც მე პრაქტიკულად ამავე კვირას, წინა კვირაშიც ვიმყოფებოდით ბანკში. ჩემი პირველი ვიზიტი საერთოდ არ იყო ჰესთან დაკავშირებული და ინფრასტრუქტურული პროექტების და ბანკის ხელობის განვითარებაზე და განვითარების სტრატეგიის ელემენტების განსახილველად და პროექტების სანახავად ვიყავით. ეს ბოლოს წინა ვიზიტი ქალბატონ ქეთი ციხელაშვილთან ერთად რო ვიყავით ჩასულები და იმავე ვიზიტის დროს, როდესაც ჩვენ მქონდა შესაძლებლობა ახალგაზრდებთან შეხვედრის, უხუცესებთან, ქალბატონებთან, სოფლის მოსახლეობასთან, იქვე იყო კითხვები, რა თქმა უნდა, ჰესთან დაკავშირებით და იქვე ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ შევუწყობდით ხელს მათ კომუნიკაციას და მივცემდით საშუალებას კიდევ ერთხელ მოესმინათ კითხვები, როგორც ეკონომიკის, ასევე გარემოს დაცვის სამინისტროსთან და ამას ემსახურებოდა ნაწილობრივად უკვე ჩვენი მეორე ვიზიტიც. განცდა ნამდვილად არ მქონია ამ ვიზიტების დროს, რომ ასეთი აგრესია შეიძლება ყოფილიყო და შეიძლება მოყოლოდა მშენებლობის დაწყებას. მით უმეტეს თქვენ თვითონ აღნიშნეთ, რომ ამ შემთხვევაში, როდესაც ეს მშენებლობაზე ვსაუბრობთ, აქ ჩვენ არ გვაქვს რეალურად არავითარ გარემოზე, რეალურ ზემოქმედებაზე, არ გვაქვს საქმე ისეთ პროექტზე, რომელზეც შეიძლება რამე საფრთხეებზე ვისაუბროთ საერთოდ ამ პროექტთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ეს არის მცირე ჰესი, მცირე არასაშუალო, არამედ მცირე კატეგორიების რასაც ამბობთ, გასაგებია, მაგრამ თქვენ ხომ გევალებათ რისკების გათვლა. ეხლა ეს თქვენი აზრით ეს შემთხვევით უცბად აფეთქდა? მე ამიტომ მკითხეთ მინისტრის არგუმენტზეც, რომ პოლიცია როდესაც ამბობს, რომ იქ ვიღაცამ რაღაც მოგვიწყო, ეს მე მგონი ცოტა არ არის მართლაც ყოველთვის მარტივი სუსტის პოზიციიდან არის ლაპარაკი. სუსტის პოზიცია ეს არ არის. პირველ რიგში ეს არის იმ სახელმწიფოს პოზიცია, რომელიც პირველ რიგში ადამიანებზე არის ორიენტირებული და მათ შორის იმ ხეობის მოსახლეობაზე. რატომ გაგზავნეს 35 პოლიციელი თავიდანვე? ანუ როგორც ჩანს არსებობდა პრობლემა. მინისტრი არ არის დღეს თბილისში, ხო? ნათია თურნავა თბილისში არ არის, მას მიუმართავს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ანუ როგორც ჩანს არსებობდა პრობლემა და ამის გამო გაიგზავნენ იქ პოლიციელები. აი ეს თუ შეგიძლიათ ეს ეპიზოდი განგვიმარტოთ როგორ. მე მოვისმინე თქვენი კომენტარი, სადაც თქვენ ამბობდით ამ ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებულ ისტორიაზე, სადაც ჯერ კიდევ შარშან აგვისტოში იყო პრობლემა. პრობლემა არის არა მხოლოდ ბანკის ხეობაში, არამედ საერთოდ ზოგადად უნდა აღვნიშნოთ, რომ ალბათ ბოლო პერიოდის განმავლობაში ჰესებთან დაკავშირებით სვანეთში, ლენტეხში, აჭარაშიც ყველგან თქვენ ახლა პრაქტიკულად ვერ დაასახელებთ ეს ეხლა სადაც რომლის წინააღმდეგადაც ჩვენ პროტესტს არ ვიხილავთ და გარდა ამისა არა მარტო ჰესებს მე მათ შორის ასევე ძალიან ბევრი შემთხვევა გვაქვს ჩვენ თვითონ ინფრასტრუქტურულ პროექტებთან მიმართებაში რომელიც არავითარი ჰესის მშენებლობაზე არ არის საუბარი ეს ამიტომ იწვევს ეჭვს მათ შორის ასეთი ტიპის აგრესია მართული ხო არ არის აგრესია ვინმე სხვა არ აწყობს ეს აგრესია ზოგ შემთხვევაში პოლიტიკური მიზეზების გამო ზოგ შემთხვევაში იმის გამო რომ გარკვეული დაფინანსების ინტერესები შეიძლება ზოგიერთ მხარეს კონდეს ეს არის სამწუხარო რეალობა რომელიც წინაშეც ჩვენ ვართ და როდესაც ჩვენ ჰესებზე იგზავნებოდნენ თუ არა შემთხვევაშიც გააჩნია ამ შემთხვევაში ინვესტორის მომართვის საფუძველზე მოხდა ეკონომიკის სამინისტროს მხრიდანაც მომართვა და ამ შემთხვევაში სწორედ რეგიონის სპეციფიკის გათვალისწინებითაც იმ უკვე არსებული ისტორიის გათვალისწინებით როგორც ჩანს ჩაითვალა იმ რისკების შეფასების და იმ ანალიზის შედეგად რომ თუნდაც ეს 35 პოლიციელი საჭირო იყო იქ წესრიგის დაცვისთვის. არ მიყვარს ხოლმე რომ გაწყვეტინებს უმარს ხშირად უბრალოდ რაღაც ხო, არ მოგცემთ საშუალებას, რა თქმა უნდა, უბრალოდ ვერ ვითმენ. რეგიონის სპეციფიკის გამო გეკითხებით ამას. ეს არის პოლიტიკურად ძალიან მგრძნობიარე, ასე ვთქვათ, რეგიონი განსაკუთრებით ვიცით ჩვენ ცნობილი მოვლენების გამო და ეხლა ამ არგუმენტზე ლაპარაკი რომ იქ ვიღაც რაღაც შეთქმულებებს გვიწყობს, რაღაც მიმაჩნია რომ არ არის უბრალოდ სწორი
არ არის სწორი პოზიცია. და როდესაც ასეთი რეგიონია და ძალიან იოლად განსასაზღვრია და შეიძლება მიხვდე რა შეიძლება იქ მოხდეს, ხო? და თან არც ამბობ რომ არ გვიგონა რომ პრობლემები იქნებოდა, ну არ ვიცი ხო მე მეჩვენება რომ ძალიან რაღაცა სუსტი არგუმენტები. მე არ მგონი რომ სწორად მგონი სწორად არ გაიგეთ მე შეიძლება სწორად ვერ გადმოგეცით აზრი. პირველი არის ის რომ ზოგადად უნდა გავანალიზოთ ამ დღეს რა მოხდა დღეს საერთოდ და მათ შორის მანამდე რა ხდებოდა უშუალოდ ამ პროექტთან დაკავშირებით. და ამ პროექტს წინ უძღოდა სამწუხარო უკვე ისტორია, როდესაც გარკვეული წინააღმდეგობა ამ პროექტს მოყვა. შემდგომ იყო წელიწადზე მეტი კომუნიკაცია როგორც სახელმწიფოს ჩართულობით და სახელმწიფო უწყებების ჩართულობით, ასე უშუალოდ ინვესტორის ძალიან აქტიური ჩართულობით. შემდეგ იყო გარკვეული ბოლო პერიოდშიც ვიზიტები, გარკვეული შეთანხმებები უკვე ადგილობრივ მოსახლეობასთან და ამ ფონზეც უკვე სამართალდამცავების მხრიდან იმ თუნდაც 35 კაცის გაგზავნა ეფუძნებოდა მათ შორის იმ რისკების ანალიზს, რომელიც და იმ ისტორიას, რომელიც ამ ფეს მოყვებოდა. ანუ გამოდის რომ ის რისკი 35 პოლიციელი თქვათ რაიმე წინააღმდეგობას წესით ეყოფოდა, მაგრამ აღმოჩნდა წინააღმდეგობა მეტი. აღმოჩნდა წინააღმდეგობა მეტი, მაგრამ ამ წინააღმდეგობის ანუ ვერ მოხდა მაინც ზუსტად განსაზღვრა ამ შემთხვევაში მე არ ვერ დავეთანხმები ამ შეფასებასაც, რომ რისკების განსაზღვრა არ მოხდა სწორი, არ იყო ამ შემთხვევაში პასუხისგებლობის გადმოტანა დღეს მთელი დღის განმავლობაში, რა თქმა უნდა, ვიხილავთ იმას, რომ იყო მცდელობაში ნაგასაქმეთა სამინისტროზე და ასე შემდეგ. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ სენსიტიურ რეგიონზე თუ არა სენსიტიურ რეგიონზე, დღეს რაც ჩვენ ვიხილეთ და რაც თქვენ ეკრანებზეც ვიხილეთ და არა მარტო სოციალურ მედიაში, ის კადრები, როდესაც უშუალოდ პოლიციელებს, სამართალდამცავებს უშინებდნენ ქვებს, წვავდნენ მანქანებს, ეს არ არის არ აქვს ამას მნიშვნელობა თუ რომელ რეგიონში განხორციელდება, ანუ იქნება ეს ქმედებები, ხო? ეს რატომ იყო ასე თულად წინასწარი განსაზღვრა ამ ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ ამა თუ იმ რეგიონზე, კანონი არის ერთი ყველასთვის. ეს იქნება პანკისის ხეობა, ეს იქნება აჭარა, იმერეთი თუ თბილისი. შესაბამისად, სამართალდამცავები რეაგირებენ კანონის დაცვით და ამ შემთხვევაში ჩვენ დღეს ვიხილეთ, რომ მათ კვლავ გამოიჩინეს ის უსაზღვრო მოთმინება, რომელიც ალბათ ძალიან რთული იქნებოდა დაშავებულების პროპორციაც და რაოდენობაც ალბათ ვიხილეთ, ხო, რომ დღეს 38 პოლიციელია საავადმყოფოში, მქონდა საშუალება თელავის საავადმყოფოში მენახა ეს დაშავებულები და გარწმუნებთ, რომ ეს არ არის მსუბუქი დაზიანებები, ადამიანებს აქვთ მოტეხილობებიც, აქვთ თავის ქალის და ხურული ტრავმებიც და ეს არის ის ვითარება და ის პროპორციაც, მაშინ პროპორცია ადგილობრივი მოსახლეობის დაშავდნენ ადგილობრივი მოსახლეობა 16 შემთხვევა მათ უმეტესობამ 15-მა თუ 14-მა ადამიანმა თვითონ ადგილზევე გაეწია სამედიცინო დახმარება, საავადმყოფოშიც არ ყოფილა. ანუ ეს უბრალოდ მეტყველებს აქ არ არის თვლა არ არის სწორი რომ ვითვალოთ ახლა ვის უფრო მეტი დაზიანება, ვის უფრო ნაკლები დაზიანება, ამიტომ ვამბობ რომ ეს დღეს რაც მოხდა არის დამაზიანებელი ყველასთვის საერთოდ მთელი ქვეყნისთვის და არა მხოლოდ პანკის მოსახლეობისთვის, ან პოლიციისთვის, მაგრამ როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე რომ პოლიცია რამდენად სწორად იქცეოდა თუ არ იქცეოდა სწორად გათვლილი იყო თუ არ იყო გათვლილი რისკები, ჩვენ ვნახეთ რომ პოლიციას ჰქონდა შესაბამისი მზაობა იმისთვის რომ უზრუნველყოფილი ყოფილიყო მათ პირველ რიგში პოლიციელების პირველ რიგში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესები და უსაფრთხოებაც, თუმცა ის აგრესია რომელიც ადგილზე წამოვიდა ნამდვილად არ იყო მოსალოდნელი ამ პერიოდის განმავლობაში და სწორედ ამიტომ ვსაუბრობ რომ ეს შეიძლება ყოფილიყო მართული და მათ შორის შეიძლება ყოფილიყო ემოციურიც, რომელიც იმ კონკრეტულ მონაკვეთში და იმ კონკრეტულ იცით რა მაინტერესებს თქვენ როცა საუბრობთ ზოგადად, ხო მე შეიძლება ვიყო სუბიექტური, იმიტომ რომ წლების წინ გარკვეულწილად მქონდა შეხება რაღაცა ამ ენერგეტიკულ თემატიკასთან. ამიტომ თქვენ შეიძლება საუბრობთ რა არსებობს ვიღაცის ინტერესები, მე ერთი ჯგუფი პირდაპირ ვიცი და შემიძლია ვთქვა, იმიტომ რომ ამასთან რაღაცნაირად მქონდა შეხება. არის სპეციალური არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც ახდენენ თემების მობილიზაციას ძალიან ბევრ პროექტთან, თითქმის ყველა პროექტთან დაკავშირებით წერენ დასკვნას, პრაქტიკულად ისინი ეწინააღმდეგიან ნებისმიერ პროექტს, რასაც ქვია ჰესი. ეძახიან გიგანტურ ჰესებს, ახლა მსოფლიო მასშტაბით გიგანტურ ჰესებს, სხვა მასშტაბს ქვია, მაგრამ საქართველოში დაწყებული ხუდონ ჰესიდან დამთავრებული ნებისმიერი 5 მეგავატიან ჰესზეც კი აი ეს ორგანიზაციები წერენ უარყოფით დასკვნებს, თითქოს არ არის გზშ, გეგონება ადამიანებს ახლა შეეძლოთ ამ რთული დოკუმენტის საკითხვა და გაგება, არ არის გზშ, არ აკმაყოფილებს რაღაც სტანდარტებს და ასე შემდეგ. ანუ ძალიან სპეციფიურია ეს საკითხი, ხდება ამ თემებით манипуლირება, ცხადია ამას ადამიანები ვერ იგებენ, მაგრამ ადგილზე ისინი თითქოს ბუნება
რაღაცა მდინარე უნდა გაქრეს, ბუნება უნდა განადგურდეს და ადვილი არის ამ საკითხებით სპეკულაცია. ეს ორგანიზაციები ამაზე მოქმედებენ და წლებია ამას აკეთებენ. დაწყებული ხუდონხესიდან დამთავრებული აკაკი ნესკრა არის ზემოაჭარაში ჰესები, ეს იქნება დერივაციული, ეს იქნება შეტყმარვითი, არა აქვს ამას მნიშვნელობა. ხო, მაგრამ ეხლა წლების განმავლობაში გამოგივიდეს ეხლა რომ მეორე მხარე გურამ საფრთხეში შევეთანხმებ დღეს ვნახეთ, მათ შორის დღესაც ვნახეთ ამდენიმე აქცია და მათ შორის ორგანიზებული აქცია თბილისშიც და ბათუმში დღეს იმის ფონზე, რასაც ჩვენ ხედავდით ტელეეკრანებიდან, ნაცვლად იმისა, რომ უშუალოდ ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან, სამოქალაქო სექტორის მხრიდან, ექსპერტების მხრიდან, სხვა ავტორიტეტული ადამიანების მხრიდან ყოფილიყო მოწოდება სიმშვიდისკენ და იმისკენ, რომ ტემპერატურა დაწეულიყო, სამწუხაროდ მთელი დღის განმავლობაში ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკოსების მხრიდანაც, ექსპერტების მხრიდანაც და ამ არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდანაც მოწოდებები სოლიდარობა პანკის პარალელური საპროტესტო აქციები და ასე შემდეგ. ზუსტად ამაზეა საუბარი, რომ სამწუხაროდ ეს საპროტესტო ტალღა არ შეიძლება იმის ვერ დანახვა, რომ სამწუხაროდ ხდება გარკვეული თამაში ამ ემოციებზე, იმ ადამიანების ემოციები. ამაში მეგონი არაფერი არ არის რაღაც აღმოჩნდა და სიურპრიზი. ამის ვერ მოვჩერდებით. მოდით ასე ვთქვათ რა. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ ზოგადად ყველა ინვესტორმაც. ინვესტორის ჩვენ დღეს ვსაუბრობთ იმაზე, რომ პანკისის მოსახლეობის პროტესტი რატომ არ იქნა გათვალისწინებული. ინვესტორის ინტერესების გათვალისწინება მოეთხოვება თუ არ მოეთხოვება ხელისუფლებას და მთავრობას. ამ კონკრეტულ ჰესის მშენებლობის ნებართვა ყველა პროცედურის დაცვით, ყველა გეზეშეს გარემოზე ზემოქმედების შეფასების მოთ ესე ვთქვათ ეს აბრევიატურა რას ნიშნავს მაყურებლისთვის ყველა ამ პროცედურის დაცვის რაც საკმაოდ ხანგრძლივი პროცედურა 2017 წლის ივლისში თუ აგვისტოში იქნა გაცემული მშენებლობის ნებართვა. შემდეგ ამ პერიოდის განმავლობაში მთელი 1 წლის განმავლობაში და მეტიც მიმდინარეობდა მერე კომუნიკაცია მოსახლეობასთან. უამრავი შეთანხმება შედგა ინვესტორსა და მოსახლეობას შორის იმისთვის რომ კომპანიას ქონდა კარგი შემოთავაზებები, მაგრამ აი ამ შუამავლობის პროცესში მთავრობა არ იყო თავის სიმაღლეზე ასეთი რამე. მთავრობაც იყო ჩართული მე მქონდა მხოლოდ ორჯერ შეხვედრა, ორჯერ შეხება და მე დავინახე რომ მთავრობასაც ერთმანეთს იცნობდნენ ადამიანები. ერთმანეთს იცნობდნენ, სახელებით იცნობდნენ, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს თანამშრომლები იცნობდნენ და ისევე როგორც პანკისის მოსახლეობის გარკვეული ადამიანები, რომლებიც აქტიურად იყვნენ პროცესში ჩართული, ერთმანეთს იცნობდნენ. ვერ ვიტყვი რომ ეს პროცესი არ იყო და წეღანდელ თემას კითხვა იმაში მდგომარეობს, რომ მე პირადად ხო ადამიანი რომელიც გარკვეულწილად ამ სფეროს ვიცნობ, ვერ განვიხილავ ცალკე ის რაც მოხდა დღეს პანკში დამოუკიდებლად იმ პროტესტებისგან, რომელიც სხვადასხვა რეგიონებში ხორციელდება რა. იმიტომ რომ ხელწერა არის აბსოლუტურად ერთდაიგივე და ეს არ არის დაფარული ესე ვთქვათ ანატომია. არა, მე ხედავ კი ამას წლებია მე ვხედავ. მე თვითონ ვარ ნამყოფი მაგალითად ხაისში ამ მოლაპარაკებებში. ვიღაცას ეს შეიძლება არაპოპულარული თემაა, მაგრამ ეს ზუსტად ძალიან ადვილი ასახსნელი არის პროფესიულ დონეზე. ჰესი რას აფრთხეს შეიცავს ან არ შეიცავს. მაგრამ ის რომ ადამიანებთან ურთიერთობა ხდება და ვერ ხდება, ანუ ნახეთ, ამ ხელისუფლებას წლების მანძილზე დაუგროვდა სერიოზული პრობლემა, აი მე მაინტერესებს კითხვა ის არის თქვენ ამას აღიარებთ თუ არა, სერიოზული პრობლემა ამ ადამიანებთან ურთიერთობის და მართვის. ფაქტია, რომ იმ პრობლემულ ადგილებში წარმატებით გადაჭრილი რაღაცა საკითხი ჩვენ არ გინავს, ხუდონი გაჩერებულია, ლეჩხუმში ესი გაჩერებულია, აჭარაში პრობლემებია, ხო გესმით და დღეს მივიღეთ მართლაც მე რა რომ კანონმდებლობა ერთნაირად ვრცელდება, სენსიტიური რეგიონია პანკის და მივიღეთ ეს, ანუ შედეგად ჩვენ მივიღეთ სურათი, რომელიც იყო ძალიან ცუდი სანახავი. იმიტომ რომ აქ ხო არ იყო რომ პოლიცია შუაში შევიდა და დაზარალდა, ხო? პოლიცია მივიდა, ანუ პოლიციის დასახმარებლად და ისო პოლიცია დაზარალდა. აქვთ მოტეხილობები, ტექნიკა და დამწვარი. მაშინ, ანუ ჩვეულებრივ მოქალაქეს უშდება კითხვა, საერთოდ რა უნდათ მაშინ იქ? შედეგი რა წამოვიდეთ? არის ის, რომ პირველ რიგში შედეგს, ახლა დღევანდელი დღის შედეგი საბოლოო ჯამში არის ის, რომ დღეს არის ეხლა მშვიდობიანი ვითარება პანკისში და სწორედ ამ სამართალდამცავების ჩართულობით მოხდა ამ ვითარების განმუხტვა. შევედით სამართალდამცავები შევიდნენ იმისთვის რომ შეეწყოთ ხელი ინვესტორისთვის მისი უფლებების განსახორციელებლად, ამას სამწუხაროდ მოყვა ის რაც მოყვა, რის შემდეგაც გახდა შემდგომ დამატებითი ძალის შეყვანის აუცილებლობა. ამ ქმედებას მინდა დღეს მინისტრმა ბრძანა და ჩვენ გვქონდა რა თქმა უნდა მთელი დღის განმავლობაში პრემიერთანაც კომუნიკაცია და ამ თემასთან დაკავშირებით მინდა კიდევ ერთხელ დაგარწმუნოთ თქვენს და საზოგადოებას, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები და ყველა იმ სამართალ დარღვეულ
მოსახლეობას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ, მოყვება შესაბამისი ქმედება, რომელიც არის გაწერილი კანონით. მიუხედავად იმისა, რომ ეს ვინმესთვის არასამთავრობო ორგანიზაციისთვის თუ საერთოდ მოქალაქეებისთვის იქნება თუ არა მისაღები. მე დღეს მთელი დღის განმავლობაში ძალიან ბევრი კომენტარი წავიკითხე, მათ შორის სოციალურ მედიაშიც ამ ლაივების დროს, სადაც რატომღაც საქართველოს მოსახლეობა ძალიან როგორ გითხრათ, ანუ ანტაგონისტურად იყო განწყობილი საერთოდ ზოგადად პოლიციის მიმართ და იმის მიმართ, რასაც პოლიციელები იქ აკეთებდნენ. და ისინი იდგნენ შუაში და ნამდვილად ცდილობდნენ, რომ დაეცვათ თუნდაც ინვესტორის ინტერესები, ინვესტორის ტექნიკა, შემოსაზღვრული ქონდათ ის ტერიტორია, სადაც სამუშაოები უნდა დაწყებულიყო და წარმართულიყო და შემდეგ უკვე ჩვენ აი ამ აგრესიული ადამიანებისგან ვინც სამწუხაროდ იქ აღმოჩნდა, მაგრამ ჩვენ ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი ადამიანი დღეს ბანკის ხეობაში ვინც იყო, მათ შორის იდგა შუაში პოლიციელებსა და ამ აგრესიულ გაშორების და შეკავების ფაქტები ჩანს. ეს ადამიანები იყვნენ ამ მოლაპარაკების პროცესში და კომუნიკაციის პროცესში ჩართული და მესმის, რა თქმა უნდა, ჩვენ ყოველთვის შეიძლება ვთქვათ და ვაღიარეთ კიდევაც ჩემი განმეორებითი ჩასვლა გარემოს დაცვის მინისტრთან და ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან, მაშინ მოადგილეს ქალბატონ ნათია თურნავას და მათ მოადგილეებთან და მათ სპეციალისტებთან ერთად, მათ შორის იმას ემსახურებოდა, რომ კიდევ ერთხელ სახელმწიფოს მხრიდანაც მოესმინათ ამ ადამიანებს, თუ რა ანუ მათ კითხვებზეც პასუხი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ თუ რას თავაზობდა ინვესტორი ამ მოსახლეობას, რომ იქაც რაღაც ერთგვარი შეთანხმება შემდგარიყო. ეს იყო კიდევ ერთი მცდელობა, კიდევ ერთი ნაბიჯი ამ კომუნიკაციის გაუმჯობესებისკენ, მაგრამ ეს არ იყო ერთადერთი კომუნიკაცია, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ მე ვიყავ ერთადერთი, ვინც რეგიონში ჩავიდა. ამიტომ, როდესაც ჩვენ კომუნიკაციას ვსაუბრობთ, აქ ამ კონკრეტულ პროექტში მე მართლა არ ვიცი ახლა თითოეულ სხვა პროექტებთან მიმართებაში რა კომუნიკაცია მიმდინარეობს, მაგრამ ამ პროექტთან დაკავშირებით მართლა დავინახე, რომ კომუნიკაცია იყო საკმაოდ აქტიური. როგორც ჩანს, სწორედ ამ რეგიონის სპეციფიკიდან შეიძლება გამომდინარე საჭიროა მეტი. პანკისი საქართველოს მასშტაბით არის პატარა მხარე. იქ მით უმეტეს სოფელია, ბირკიანია თუ რაც არის, ის კომუნიკაცია რაც იქ ხდებოდა წელიწადზე მეტია ეს პროექტი ხორციელდება, ეს არის ადგილობრივების საქმე, მაგრამ დღეს ამის შესახებ გაიგო მთელი საქართველოს მოსახლეობამ. ყველა ტელევიზია ლაივ რეჟიმში გადასცემს აი ამ სურათს, რაც ნახეთ. თავისთვის სასურველი ხედები. დილით თუ შეიძლებოდა მთელ ამ ყველაფრამდე იმაზე საუბარი, რომ რა ჰესია ეს, რამდენად მიზანშეწონილია, 5 მეგავატი რამდენია, ალაზანი ქრება თუ არ ქრება. შემდეგ როცა ჩვენ ხედავთ ამგვარ კადრებს, ხო, შეტაკებას, მით უმეტეს თქვენს ხო კარგად გესმის, რომ სპეკულაცია არსებობს და ამ სპეკულაციას ვერაფრით ვერ შევაკავეთ. ნებისმიერი პოლიტიკოსი თუ მედია თუ მოქალაქე რის უფლებასაც უნდა დღეს თავის თავს იმას მისცემს. ანუ ეს ყველაფერი შემდეგ ჯდება პოლიტიკური ფასი. საქართველოს მთავრობა რამდენად არის ჩართული ის, რომ თქვათ, აი ამ დონეზე მართოს ეს პროცესი. მაგალითად, არ ვიცი, ბზობა დღეს რატო შეიძლებოდა თქვათ ინვესტორისთვის გვეთქვა, რომ მოდი მაინც დღეს ნუ დაიწყებ, რაღაცა მძიმე ფონი, ანუ რაღაცა რეკომენდაციული ნაწილი. ვინ უწევს ამას კოორდინაციას? ამაშია საქმე. ბზობა დღე, რატომ პანკიში, რატომ 5 მეგავატიან გეზზე და ასე შემდეგ. ანუ კითხვების დასმა შეიძლება მართლა ყველა მხრიდან და ნებისმიერი მხრიდან. კითხვები ჩდება პირველ რიგში იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ გაჩნდა ასეთი პროტესტი იქ, სადაც ეს პროტესტი არ უნდა ყოფილიყო. პირველი კითხვა არის ეს. მეორე, მე აბსოლუტურად გეთანხმებით იმაში, რომ დღეს და ჩემთვისაც მათ შორის არავითარი მნიშვნელობა დღეს არ აქვს 5 მეგავატიანი გეზი თუ საერთოდ რამ გამოიწვია, რომ ენერგეტიკულმა პროექტმა თუ სხვა პროექტმა ასეთი პროტესტი. მთავარი არის ის, რომ დღეს ჩვენ ვიხილეთ კანონდარღვევა და კანონდარღვევათა სერია. და მათ შორის მთავარია ის, რომ ეხლა დღეს ამ და ხვალ ამ კანონდარღვევათა სერიას მოყვეს შესაბამისი რეაგირება სახელმწიფოს მხრიდან. და ეს ნიშნავს, რომ მაშინ ჩვენ ძალით უნდა გავაჩეროთ ხომ მოსახლეობა აბარებულ ეს არის საერთო შეთანხმება იმაზე, თუ რა სახელმწიფოში ვცხოვრობთ, რა სახელმწიფოს ვაშენებთ და თუ ჩვენ ვთანხმდებით იმაზე, რომ ჩვენ სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ და სამართლებრივ სახელმწიფოს ვაშენებთ, შესაბამისად ყველა ასეთ კანონდარღვევაზე უნდა იყოს შესაბამისი რეაგირება, რაშიც გარწმუნებთ, რომ ეს რეაგირება იქნება. გარდა ამისა, რაც შეეხება უშუალოდ პოლიციის მონაწილეობას და ყოფნას პანკისის ხეობაში, იქაც როგორც ჩანს არის საჭირო მეტი ყურადღება ალბათ ძალოვანი უფლებების მხრიდან და ასევე არის პრევენციასთან მიმართებაშიც მათ შორის მიღებულია გადაწყვეტილება, რომ კიდევ დამატებით პოლიციის შენობაც აშენდეს კიდევ უშუალოდ პანკისის ხეობაში და ამ დღევანდელი დღის შემდეგ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ ძალოვანი სექტორის უწყებებიც მათ შორის შესაბამისად გაანალიზებენ ამ მოვლენებსაც, გაანალიზებენ მათ შორის იმასაც, თუ რა
გახდა ამ მოვლენების დღევანდელი მოვლენების მიზეზი და შესაბამის ქმედებებსაც ისე სიმართლე გითხრათ, ისაც ნახეთ მესტიაში, როცა გააჩერეს ტექნიკა და ძირს დაუწყო ხალხი, მე სიმართლე გითხრათ, ეს არ მიკურსაც ნახეთ ბანკში. იმიტომ რომ მიიღო რაღაც ტენდენციის სახე. მე მესმის რომ შეიძლება შესაძლოა დაიცვას წესრიგი, კი ბატონო, გეთანხმებით. სხვათაშორის ამაზე თავრობები ყოველთვის აპელირებენ ხოლმე, მაგრამ მე ეს სხვაგან ითარგმნება, ანუ ხო გესმის ერთი არის სამართლების სახელმწიფო, შემდეგ არის პოლიტიკური ფასი, რასაც უკვე პოლიტიკური პარტია იქნება. პოლიტიკური ფასი და პოლიტიკური პარტიის თუ ფასი ამორჩეველი თანარჩევნების წინ განაწყენდა, თქვენ შეიძლება მართლები ვიყოთ, მაგრამ ერთმანეთთან პოლიტიკური ფასი ეს არის, რაც პოლიტიკური პარტიისთვის შეიძლება იყოს საინტერესო. ამ შემთხვევაში ჩვენთვის უფრო საინტერესოა ზოგადად კანონის უზენაესობა და როგორ მოქმედებ და როგორ ვცხოვრობ ზოგადად. გავანებოთ თავი ზოგადად აი ამ პოლიტიკურმა ინტერესებმა და პოლიტიკურმა თამაშებმა სწორედ რომ ამ ხეობას დამართა ის, რაც წლების განმავლობაში მას ჰქონდა და საიდანაც ვცდილობთ ერთად რომ გამოვიყვანოთ ეს ხეობა. გამოვიყვანოთ აი იმ სტიგმატიზირებული დამოკიდებულებიდან, რომ არის სპეციფიური ხეობა. რატომ უნდა იყოს სპეციფიური ხეობა, მაშინ როდესაც არის ჩვენი ნაწილი ისეთივე საქართველოს ისეთივე ტერიტორია, როგორც ნებისმიერი სხვა. მაგრამ პოლიტიკურ თემებზე აქ არ არის საუბარი. თქვენ ერთის მხრივ დღეს ამბობთ, რომ რატომ ან კითხვები თქვენს და თქვენ მესმის რომ აჟღერებთ საზოგადოების კითხვებსაც, ხო რატომ ზობა დღეს, რატომ არ გაანალიზეთ რისკები, რატომ შეხვედრით საერთოდ, რატომ დაიწყეთ პარკის ხეობიდან, რატომ იყო აუცილებელი 5 მეგავატიან ჰესზე ასეთი ამბავი, ან ბევრი ასეთი კითხვა მსმენია. მეორეს მხრივ ამბობთ, რომ როდესაც სხვა აგესები და სხვა პროექტები არის გაჩერებული და როდესაც დაუშვათ იგივე კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები კონკრეტულად არა მხოლოდ არა კონკრეტული ჰესის ობიექტურ გავლენით არიან დაინტერესებული გარემოზე, არამედ ზოგადად სოლიდარობა ბანკის არა ჰესებს და მთლიანად არა ჰესებს მოყვება, ხო? ანუ ამ შემთხვევაში სად არის ბალანსი ამათ შორის? ანუ ჩვენ ერთის მხრივ მოგვეთხოვება ის, რომ გავჩერდეთ, არ შევიდეთ ბანკში, იმიტომ რომ ძალიან ისეთი სენსიტიური რეგიონია, ინვესტორიც კი არ შევიყვანოთ, ჰესის მშენებლობაზეც კი არ ვიფიქროთ და მეორეს მხრივ არის პრეტენზია იმისკენ, რომ რატომ ვაძლევთ საშუალებას საერთოდ გნებავთ არასამთავრობო ორგანიზაციას, ან გნებავთ ნებისმიერ გამპროტესტებელს, რომ თავისი პროექტი აღასრულოს, თავისი პროტესტი აღასრულოს. პირველი არასამთავრობო ორგანიზაციების ქმედება, ისე როგორც მედიის ქმედება, ჩვენთან თავისუფალია და თუ კანონის ფარგლებში მოქმედებს არასამთავრობო ორგანიზაციის და ნებისმიერი სხვა პირი და მოქალაქეც მათ შორის, რომელიც თავის მშვიდობიან პროტესტს აფიქსირებს და ეს მშვიდობიანი პროტესტი შეიძლება იყოს აქციაც, შეიძლება იყოს დამოუკიდებლობა და ასე შესაბამისად დადგენილი ფორმატებით, ჩვენ როგორც სახელმწიფო, როგორც სამართლებრივი სახელმწიფო ვართ ვალდებული, რომ ყველა ეს ფორმები, რომელიც დემოკრატიულ სახელმწიფოში არის დაცული და მოსახლეობისთვის არის უზრუნველყოფილი, ეს ყველაფერი დაავიწყოთ. მეორე მხრივ, როდესაც გვაქვს შეხება კანონდარღვევასთან და ასეთ აგრესიასთან, როგორც ჩვენ დღეს ვიხილეთ, რა თქმა უნდა, თითოეულ ამ ქმედებას უნდა მოყვეს შესაბამისი გამოძიება, რომ გამოძიება დაიწყო რაღაც 35-მდე მოხდა. არა, გამოძიება პოლიციელებზე თავდასხმის და გამოდა ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანება. ეს არის 353 პრიმა და 197 მუხლებით 23 პოლიციელი რჩება თელავში საავადმყოფოში მკურნალობს. თქვენ თქვით, რომ ჩვენ ვერ გავჩერდებითო და დღეს ხომ გაგაჩერეს მაინც. ჩვენ ვერ გავჩერდებით 90% დავამთავრებ. 90% იქ რეგიონის მოსახლეობის ვიდრე არ შეთანხმდება და არ იტყვის თანხმობას, რომ ესე უნდა აჩენდეს კონსულტაციის მინისტრისგან ესე მოვისმინეთ, სამშენებლო სამუშაოები მანამდე არ განახლდება. ეს ხომ გაჩერებას ნიშნავს, ანუ გაგაჩერეს. შესაბამისად, მე ვფიქრობ, რომ ეხა გურამიც ეს შეიძლება თავისი იმიდან გამომდინარე, ასე ვთქვათ, სამუშაო გამოცდილებიდანაც, მაგრამ მე არც ამას ვეთანხმები, რომ ამ არასამთავრობოების რაღაც განსაკუთრებულ შეთქმულებებს. იმიტომ რომ ისინი თავის ეს არის ინტერესთა ჯგუფები, რომელსაც თავისი ინტერესები აქვს, მაშინ მეორე მხარე უნდა იყოს ასევე არგუმენტირებული და ძლიერი, როგორც ჩანს ისინი უკეთ კომუნიკაციას ახერხებენ მოსახლეობას და მეორე მხრივ, როდესაც ნდობა, ეხლა მე ვერ ვიტყვი, არც იმის მჯერა, რომ ეს კომპანიები ასე ვთქვათ, ისე კარგად ასე ვთქვათ, მუშაობენ და ისეთი სტანდარტებით, რომ მათთან დაკავშირებით კითხვები შეიძლება არ გაჩნდეს. ეს კომპანია მithumetes ესეც არ არის ახალი კომპანია. ამ კომპანიას ჰესების ესეთ არ ვეთანხმები. არ ყოფილა პრობლემა მანამდე. ჩვენ უნდა მოვახდინოთ ჰესების დემონიზაცია როგორც ასეთი. მე როდესაც საუბრობთ იმაზე, რომ ვერ გავჩერდებით და არ გავჩერდებით, მე არ მიგულისხმია ეს კონკრეტული ჰესი. და ამ კონკრეტულ ჰესთან და სხვა პროექტებთან დაკავშირებით, ანუ ჩვენ ამ ხეობაშიც დღეს ითქვა და სხვა გურამაც
დღეს ჩამოთვალა ბევრი მაგალითი იმისა, სადაც დიახ შეყომდა გარკვეული პროექტების შესრულება და შეყომდა იმისთვის, რომ კიდევ დამატებითი დრო მიცემოდა ინვესტორებს იქაც, აქ ამ შემთხვევაშიც და სახელმწიფოსაც იმისთვის, რომ კიდევ მეტი კომუნიკაცია ყოფილიყო. მაგრამ როდესაც ვამბობ იმაზე, რომ არ გავჩერდებით, მე გულისხმობ იმას, რომ ჩვენ ვერ გავაჩერებთ ჩვენი ქვეყნის როგორც ენერგეტიკულ განვითარებას, ასევე სხვადასხვა პროექტებს. და ამ მიმართულებით, როდესაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ასეთი არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ მთლიანობაში არაჰესებს. ხო, არაჰესებს ეს ალბათ უნდა უდრიდეს ჩვენი ქვეყნის შემთხვევაში არა განვითარებას, არა ქვეყნის ენერგეტიკულ უსაფრთხოებას და ასე შემდეგ. ამიტომ ამ ნაწილში ჩვენ რა თქმა უნდა ვერ გავაჩერებთ ქვეყანაში ჰესების მშენებლობას. განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, როდესაც ასეთივე საზოგადოებრივი კონსენსუსი არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ უნდა განავითაროთ მწვანე ეკონომიკა, უნდა განავითაროთ ჩვენი ენერგოუსაფრთხოება და რა თქმა უნდა ასევე ყველას გვესმის რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენ გვახსოვს რაღაც მე ამას არა იმიტომ რომ ჰესები არის მწვანე ენერგია ამავე დროს. ჰესები არის მწვანე ენერგია, როდესაც ჩვენ საუბრობთ არასამთავრობო სექტორზე. აქაც ძალიან მნიშვნელოვანია და ნამდვილად მინდა ამის აღნიშნა, რომ არავითარ შემთხვევაში არ მინდა რომ ჩემი კომენტარი იქნას გაგებული როგორც არასამთავრობო ძალიან წესიერ ადამიანს ამ სექტორში და მგონი ესე არასამთავრობო ორგანიზაციები, ექსპერტები, ეს არის სამოქალაქო საზოგადოების ის აუცილებელი შემადგენელი და ნაწილი, რომელიც ნებისმიერ სწორედ რომ სამართლებრივ სახელმწიფოს სჭირდება. და როდესაც ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე და ექსპერტებზე ვსაუბრობთ, აქ მათი მონაწილეობა საჭიროა იმისთვის, რომ მათ მიიღონ მონაწილეობა განხილვებში, მიუთითონ პრობლემებზე შენიშვნები, კითხვები დაასვან და ასე შემდეგ, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ობიექტური და კონსტრუქციული, მაგრამ როდესაც ამა თუ იმ არასამთავრობო ორგანიზაციის მთავარი ლოზუნგი არის არაჰესებს, აქ მათ ობიექტურობაში ამ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება შევიტანოთ მაგრამ ისე როგორც ხუდონი დღეს არის დემონიზირებული. ამ შემთხვევაში ეს არის აუცილებელი, რომ ამაში ვეთანხმები ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ აზრს გამოთქვას და მეც ნამდვილად ამას ვუერთდები, რომ მეტი კომუნიკაცია არის საჭირო სახელმწიფოს მხრიდან, არა მხოლოდ ამა თუ იმ კონკრეტული ხეობის და სოფლის მოსახლეობასთან, არამედ არის საჭირო საზოგადოებისთვის უფრო მეტი ინფორმაციის მიწოდება იმასთან დაკავშირებით, თუ რას ნიშნავს ჰესის მშენებლობა, რას ნიშნავს ეს ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის და რას ნიშნავს ეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვისაც მომავალზე რა, იცით რა მაინტერესებს? აი მაგალითად სახელმწიფოს აქვს ესეთი წარმატებული შემთხვევა თებში საქართველოს ავითარებს კურორტებს და აქვს თის კურორტების განვითარების კომპანია, ხო, რომელიც გადიდა და ბევრი კურორტი მოიცვა, მანდაც იყო წინააღმდეგობები, მოსახლეობას რაღაცები არ მოწოდა, მაგრამ ამ კომპანიამ გაართვა თავი და დღემდე მუშაობს, მართალია თქვენ სამინისტროში არ არის, მაგრამ დღემდე ეს ამ თის კურორტებს მართავს, შეიძლება მე როგორ გასხვისდეს. მაგრამ რაც შეეხება ენერგეტიკას, ჩვენ ქონა ენერგეტიკის სამინისტრო, ენერგეტიკის სამინისტრო შეუერთდა ეკონომიკას და პირიქით თითქოს რაღაც დაკნინდა. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ბევრი ენერგოპროექტი ხორციელდება საქართველოში, კიდევ არის დაგეგმილი შესაძლებელი. იქნებ ღირს რომ მოხდეს ამ გადაწყვეტილების გადახედვა და მართლაც სახელმწიფოს როლი ამ რაღაცა ენერგო სექტორის განვითარების საქმეში უფრო გამოიკვეთოს და ისევ გააძლიერდეს. რთული და ცოტა ეხლა ერთ ამ გადაცემის ფორმატში ცოტა გამიჭირდება ამაზე პასუხის გაცემა. პირველი არის რომ მთის კურორტების განვითარების კომპანია არის სახელმწიფო კომპანია, რომელიც ახორციელებს საბაგიროების ან შუასათხილამურო ტრანსების განვითარებას და ასე შემდეგ. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ ჰესებზე, ჰესებთან მიმართებაში აქ ცოტა ერთი რთული კომპონენტია, რომ ჰესებს ყოველთვის თან ახლავს ინვესტორი. სახელმწიფოსთვის ეს არის კარგი და როდესაც ჩვენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე ვსაუბრობთ, ინვესტიციების ზრდაზე ვსაუბრობთ, სამუშაო ადგილების შექმნაზე ვსაუბრობთ, ჩვენ ყველანი უნდა ვიყოთ დაინტერესებული მათ შორის ინვესტიციები და ასეთ ტიპის ინვესტორების განვითარებით. მაგრამ ჰესების დემონიზაციასთან ერთად სამწუხაროდ არა მხოლოდ საქართველოში, მაგრამ ძალიან ფეხს იკიდებს ზოგადად ეს პოპულისტური დამოკიდებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ ინვესტორის ინტერესებს იცავს და დღესაც და წინაზეც ბანკის უშუალოდ ბანკის ხეობაზე რადგან ვსაუბრობთ, იქაც და სხვაგანაც იყო ასეთი განწყობა, რომ მოვისმინეთ კომენტარი, რომ აი კონკრეტულად ერთი ინვესტორის გამო რატომ ხართ სახელმწიფო აქ. ანუ აქ არის მათ შორის ეს პოპულისტური ტალღა, რომელიც ვთქვათ მდიდარს წაართ ვიღარებს მიეცი განწყობასაც არის. სახელმწიფო ვერ გახდება ამ შემთხვევაში. არის ერთ-ერთი არგუმენტი, რასაც იძახიან, რომ ეს არის ინვესტორის ინტერესები, აი ხუდონზე მე ხშირად მესმის აი ოპონენტებისგან, ხო, ვისთანაც მისაუბრია, რომ ნახეთ, ეს ხო არ ჭირდება ქვეყანას. ეს არის ინვესტორისთვის, მან ეს ელექტროენერგია უნდა გაყიდოს. არ ესმით ეს როგორ
არის ენერგოსექტორი. კი. მე მგონი ამ შემთხვევაში ბევრს ესმის, მაგრამ ამიტომ სახელმწიფომ გააკეთოს ვიღაცები ძახა, მაგიტომ ვიძახენ. მაშინ ჩვენ შეიძლება დაუბრუნდეთ ისევ გეგმიურ ეკონომიკას, დაუბრუნდეთ საბჭოთა კავშირს და იმ ვითარებას, როდესაც ყველაფერს სახელმწიფო აკეთებს და იმას, როდესაც ყველაფერს სახელმწიფო ფლობს ყველაფერს. ჩვენ ამაზე დიდი ხნის წინ ვთქვით უარი, არა მარტო ვთქვი ჩვენ, არამედ მთელმა განვითარებულმა სამყარომ და სწორედ ასეთი სტრუქტურა, ასეთი არქიტექტურა, როდესაც არსებობს ინვესტორი, როდესაც იზდებს ინვესტიციებს და როდესაც დებს ინვესტიციებს მათ შორის დარგის განვითარებაში და იმ გეოგრაფიული არეალების განვითარებაშიც არის ყველაზე სწორი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ენერგეტიკაზე და ზოგადად ინვესტიციებზე, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია რომ გვახსოვდეს, რომ განსაკუთრებით ასეთ ტიპის ხეობებში, განსაკუთრებით ასეთ სოფლებში და ასეთ დასახლებებში ძალიან მნიშვნელოვანია ასეთი ობიექტების გაჩენა, იმიტომ რომ ამ ობიექტებს მოყავს და თან მოყვება დასაქმება იმ ადამიანებს. უნდა დაარწმუნოთ ეს ხალხი, ქალბატონია, სხვანაირად არ გამოდის. გთხოვნით, რომ თქვენც როგორც მედია საშუალებები დაგვეხმაროთ ამ ადამიანების დარწმუნებაშიც და ახსნაში და ნამდვილად უშუალო კომუნიკაციისას უფრო ყველაფერი ერთად, უშუალო კომუნიკაცია ეფექტიანი იქნება და მე ვფიქრობ, რომ კომუნიკაცია არის თითოეულ კონკრეტულ პროექტთან მიმართებაში და რა თქმა უნდა გეთანხმებით, რომ ეს კომუნიკაცია უნდა იყოს გაუმჯობესებული, უნდა იყოს როგორც ჩანს პირველ პრიორიტეტების ნუსხაში, მაგრამ როდესაც ჩვენ ზოგადად ვსაუბრობთ მთლიანობაში ჰესებზე, მთლიანობაში ენერგოდამოკიდებულობაზე, უსაფრთხოებაზე და ეკონომიკის განვითარებაში, აქ ალბათ თითოეულ იმ ადამიანს, ვისაც ადარდებს ქვეყნის განვითარება, ეს უნდა იყოს ჩვენი მთავარი სამიზნე. მე აქვე მინდა აუცილებლად თქვა, რომ იგივე ამ პანკისის ხეობაში ყოფნის დროს დღესაც და იმ ჩემი ორი ვიზიტის განმავლობაში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო იმ ადამიანებს, იმ პანკისელებს, ვისაც ძალიან კარგად ესმის, რომ რამდენად აუცილებელია მათი ხეობის განვითარება. ამ ადამიანებსაც ჰქონდათ კითხვები ჰესთან დაკავშირებით, იქაც იყო გარკვეული სიფრთხილე, კითხვები, რა თქმა უნდა, ეს არნიშნავს იმას, რომ საყოველთაო სიხარულია და ვთქვათ, მიმღებლობა ამ პროექტის, მაგრამ მნიშვნელოვანია იქ, რომ ძალიან ბევრი ადამიანია პანკისის ხეობაში და უმეტესობა იმ ადამიანებს, ვინც იქ ცხოვრობს, რომ მათი ძირითადი საზრუნავი არის ის, რომ როგორ განავითარონ ხეობა, როგორ გამოვიდნენ იმ საერთო განწყობიდან და ქმედებიდან, რომ თითქოს ეს არის განსაკუთრებული ხეობა, განსაკუთრებული პრობლემებით. ამ ადამიანებს უნდათ ამ ხეობაში ტურიზმის განვითარება, უნდათ ამ ხეობაში წარმოების განვითარება. ფიქრობენ თავისი ახალგაზრდების განათლებაზე, ახალგაზრდების დასაქმებაზე და ასე შემდეგ და ეს ადამიანები ხედავენ, რომ ასეთი ტიპის პროექტები და სხვა პროექტები, ასეთი ტიპის პროექტებს პირველ რიგში მოაქვს მათ შორის ნდობა პანკისის ხეობის მიმართ, რომ პანკისის ხეობაში უსაფრთხო არის ბიზნესის კეთება. და ამიტომ განსაკუთრებით ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სახელმწიფომაც შეუწყოს ხელი ინვესტორს, რომელიც ასეთ რთულ რეგიონებში შედის და ასეთ რთულ რეგიონებში იწყებს ბიზნესს, როდესაც იმ ადგილობრივ მოსახლეობას ასაქმებს, უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განათლებასაც და უზრუნველყოფს იმას, რომ იმ ხეობაში იყოს შესაძლებელი იმ ინფრასტრუქტურის და იმ შესაძლებლობების მიღება, რომელიც ასევე უკვე სხვაგან უფრო ხელმისაწვდომია. რაღაც სხვა მიმართულებებითაც უნდა იყოს ალბათ გამოვლენილი და არა მხოლოდ რაღაც ინვესტორები. ზოგადად რეგიონის განვითარებას გულისხმობს და ეს რაღაც თითქოს ის რომ პანკისი გამორჩეულად რთული, ამაში ხელისუფლებებსაც მიუწყვით ალბათ თავისი წვლილი. ამიტომაც არის, ბუნებრივი არა მხოლოდ ჩვენსაც, მე ამ შემთხვევაში პირიქით ვიტყოდი, რომ ჩვენ შემთხვევაში იმდენი ინვესტიცია და იმდენი პროექტი, რაც განხორციელდა პანკისის ხეობაში, თუნდაც მათ მეზობელ ხეობებში სამწუხაროდ ასეთივე ვითარება არ გვაქვს და სწორედ პანკისის ხეობაში არის ძალიან ბევრი ისეთი სოციალური ინფრასტრუქტურა განვითარებული, რომელიც ბევრგან შეიძლება ჯერ არ გქონდეს. და ჩვენ ვფიქრობთ არა მარტო ინფრასტრუქტურის განვითარებაზე, არამედ სწორედ იმ პანკისის განვითარების გეგმაზე, რომელზეც ასევე საუბრობდით, არის კომპლექსური გეგმა, რომელშიც ეკონომიკის განვითარება, სოფლის მეურნეობის მიმართულებით და მსგავსი მიმართულებები არის თავმოყრილი და რომელიც ძალიან კარგად ესმის პანკისის მოსახლეობას. მე მაინც ვთვლი, რომ პოლიტიკურად ეს რისკები არ იყო ამაზე ნაფიქრი საკმარისად, არ იყო კარგად გათვლილი და მე არ გონია, რომ ასეთი ინციდენტები ხელს უწყობდეს იმას, რასაც თქვენ ლაპარაკობთ. ძალიან მნიშვნელოვნად აზიანებს ამ პროცესს და ამიტომ ამ შემთხვევაში ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ თითოეულ ჩვენგანს, მთავრობასაც, ინვესტორებსაც, პანკისის მოსახლეობასაც და ზოგადად საზოგადოების თითოეულ წევრს აქვს განსაკუთრებული წვლილი ამ პროცესში და როდესაც ჩვენ საუბრობთ აი ესეთ
რეგიონებზე კიდევ უფრო მეტი პასუხისგებლობა გვმართებს ყველას. კი, მაგრამ ამ შემთხვევაში პასუხისმგებლობის თავი რისკი არის, რომ თავრობას. ადამიანებს არ დარჩეთ მოსახლეობას უსამართლობის განცდა და ამითი არ მოხდეს გაუცხოება. ჩემი აზრით, ესეთია, როგორიც არ უნდა იყოს, თქვათ, რაღაცა მოდელი ინვესტორი იქნება, თუ რა იქნება, თუ კი ადამიანი, ანუ ემოციური ადამიანები ვართ, თუ კი ადამიანმა იქნება იგრძნო, რომ მას სულად ექცევიან, აღარ აქვს მნიშვნელობა, რატომ? რა როგორც აღნიშნავს, ზრუნველობა იქნება პრობლემა. გარწმუნებთ ამ შემთხვევაში მთავრობას და არც ინვესტორს არ მეუცია ამ კონკრეტულ შემთხვევაში და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ეს გამოძიება, რომელზეც თქვენ ძანეთ, რომელიც არის დაწყებული და რაც მეც ვიცოდი, რომ საგამოძიებო მოქმედებები არის დაწყებული როგორც კონკრეტულ ადამიანების მიმართ, რომელსაც ქვა ჰქონდათ ხელში თუ ჯოხი და რომელიც გამოიყენეს, რაც მთავარი ეს ქვა და ჯოხი სამართალ დამცავების მიმართ. ამ თითო კონკრეტულ შემთხვევაში იქნება რეაგირება სწორედ იმისთვის, რომ ყველა ვიცოდეთ, რომ ჩვენ სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობ და ჩვენ ნებისმიერ და ჩვენ თანასწორები ვართ კანონის წინაშე, ქრისტები ვიქნებით, ქართველები ვიქნებით, თუ ნებისმიერ სხვა ეროვნების ადამიანები, მიუხედავად იმისა, თუ რომელ გეოგრაფიულ პუნქტში ვიმყოფებით, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ არის კიდევ ერთხელ იმის დემონსტრირება სახელმწიფოს მხრიდან, პირველ რიგში სამართალდამცავების მხრიდან, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ამ ადამიანებს, რომლებიც იქ არიან, მზად ვართ კიდევ უფრო მეტი დიალოგისთვის და რაც შეეხება პოლიციას და თუ საუბრობთ იმაზე, რომ სამართლებრივ დასჯილობის და თქვათ რაღაც დასჯის განცდა არ დარჩეს, მე მგონი დღეს ყველამ ვიხილეთ, რომ პოლიცია იქ იდგა და ამ შემთხვევაში პოლიცია არ იცავდა თავს, პოლიცია იცავდა პოლიცია არ იცავდა საკუთარ თავს. ამიტომ როდესაც თქვენ რაღაც სისუსტეზე მიუნიშნებთ პოლიციის მხრიდან, პოლიცია თავს კი არ იცავდა. ამ ადამიანებს და ამ რიგით პოლიციის არა, ქალბატონია პოლიტიკოსების პოლიციის სისუსტეზე არ გვიტყვა. პასუხისგებლობა თითოეულ მათ ნაბიჯზე იმ რიგით პოლიციელებს, რომლებიც საავადმყოფოში არიან თუ საავადმყოფოში საბედნიეროდ არ მოხდნენ. რომ ეს არის დასანახი და ეს არის დასაფასებელი და ამ შემთხვევაში სისუსტე, როდესაც ჩვენ სისუსტე კი არ არის, ეს არის კიდევ ერთხელ გააზრება იმისა, რომ ჩვენ მათ შორის პოლიტიკოსების თითოეულ სიტყვას, თითოეულ ნაბიჯს, თითოეულ ქმედებას აქვს ბევრად უფრო იმაზე შორს მიმავალი და ბევრად უფრო საგრძნობი რისკები, ეფექტი, ვიდრე რაღაც სწრაფი პოლიტიკური ეფექტი, პოლიტიკური ფასი, ან მხოლოდ თქვათ არჩევნების შედეგები. შეთანხმების 19 მაისს არის ბანკის ხეობაში იქ არის ერთ-ერთი საკრებულოს არჩევნები, რამდენიმე ოლქშია არჩევნები, ხო? ეხლა შუალედური საკრებულოსი. ძალიან დიდი მადლობა. მაია ცკიტიშვილი იყო ჩვენი სტუმარი. ჩვენ გავაგრძელებთ